მეგობრებო, მიხაკი დარიჭინი ხო ჩვენი ორგანიზმისთვის, ჩვენი ჯანმრთელობისთვის არის სასწავლი. მაგრამ 2019-ში ჩატარებული კვლევებს რო დაუჯეროთ, ამერიკაში ჩატარებული კვლევა, რომელიც თქვენ წაიკითხავთ თქვენი ეკრანზე, ვიდეოს ქვეშიც ლინკი ჩაგიგდებ. მე 12 დღე, როცა დაიწყოთ ადამიანმა მიიღება მიხაკის დარიჭინი. თერაპევტიკ დოზა, ანუ იმდენი დოზა, რომ სპეციფიური დოზებით მისცა. მე 13 დღე, მე 12 დღე დაიწყოთ სიცხლში გლუკოზის დონის შემცირება. ანუ მიხაკი დარიჭინს შეუძლია დიაბეტის კურნალობაც, მაგრამ თქვენამდე ეს არადროს არ მოვა, როგორ უნდა დალიო, თქვენამდე მოვა მარტო წამალი, იმიტომ წამლის ბაზარი და წამლის გადასახადები ეს იმდენია მარკეტინგი, რომ მეტი იხდიან და ბუნებრივი საშუალებები რას ძალა აქვს, ეს თქვენამდე არადროს არ მოდის. ჩემი ვიდეოების sakit მეგობრებო, ვცდილობთ, რომ თქვენ გაიგოთ ბუნების ძალა და დღეს ვიდეოში გეტყვი ჩვენი ორგანიზმისთვის რას აკეთებს, თუ თქვენ დალევს ყოველ დღე მიხაკი დარიჭინის წყალი. ვიდეოს ბოლოს გეტყვი, როგორ უნდა გაამზადო ეს წყალი და აუცილებელია ეს ჩვენი ოჯახში ქონდე მიხაკი დარიჭინი. მიხაკი დარიჭინში არის მეგობრებო ერთ-ერთი ძლიერი ანტიოქსიდენტი, რომელიც ედაქიან იუჯინოლი. ნებისმიერი ანტიოქსიდენტი აკეთებს ოქსიდური სტრესის შემცირება, რომ ადამიანი მალე არ დააბერდე, ადამიანი მალე არ დაავადდე. ეს იუჯინოლი ერთ-ერთი ანტიოქსიდენტია მეგობრებო, რომელიც თქვენი სტრესი და თქვენი ანთება. ანთების პროცესი ადამიანის ორგანიზმში რასაც იქნება შემცირებული, ქრონიკული დაავადებების რისკი ძალიან იქნება ყოველთვის შემცირებული. იუჯინოლი არის ერთ-ერთი ანტიქისტური, მეგობრებო, ნებისმიერ ადგილზე შიგნით ქისტა რო არ გაკეთდე. იუჯინოლი მაგაში დაგეხმარება და თქვენ თუ იგებს ყოველდღიურად, პროფილაქტიკის მიზნით, პროსტა სვამს ყოველდღე ან ჭამს თქვენი საჭმელში. თქვენი რისკი იქნება ნაკლები, რომ შიგნით ნებისმიერ ადგილზე კისტური განვითარება რო არ იყო. კიბოს ერთ-ერთი კისტური განვითარება, ანუ კისტა რო არ განვითარდე, ცუდი უჯრედები ორგანიზმში რო არ განვითარდე. თუ ხართ გენეტიკურად რისკში ეგეთი ცუდი დაავადებების, თქვენთვის გახდება აუცილებელი მიხაკი დარიჭინის მიღება. ანტიბაქტერიული და ანტიმიკრობიული. ნებისმიერი ადგილზე, გინდა ტოპიურად, გარეთ, კანში არის სადმე ალერგია. მაგის წყალი გარედანაც მაგრად დაგეხმარება, ეს რო არ განვითარდე კანის დაავადება. სოკოები, ნებისმიერი სოკოები, კენდიდა, ზოგი ადამიანს აქვს თეთრი ენა, ეგეთ სოკოა, ზოგი ადამიანს აქვს ფეხებზე სოკო. კვლევები ჩატარებულია მეგობრებო, ჩაის ხის ძეთი ხო არის ანტიმიკრობიო და ანტიბაქტერიული. მაგაზე უფრო საუკეთესო ყოფილა მიხაკი დარიჭინი. იმიტომ მიხაკის დარიჭინის თქვენი სამზარეულოში ყოფნა აუცილებელია. მცირე ანესთეზიური ეფექტი მეგობრებო. კბილის ექიმი რო კბილი იგებს ან კბილის პლომბავს, იმ დროს ხო აკეთებს იქ წამალი. იგივე ეფექტი არის მიხაკი დარიჭინში. ეგეც კვლევები ჩატარებულია. ადრე აიურვედაში კბილის ნებისმიერი დაავადებისთვის შავი წერტილი რო არ გამოჩნდე. სიცხლიანი ეს კბილებში სიცხლი რო მოდის, ყოველთვის მიხაკი დარიჭინის წყალი ნიშნავდნენ. პირში, აქ კბილები და პირის შიგნით არასასიამოვნო სუნი, მაგისთვისაც სასწავლია. პირის ნებისმიერი შიგნით ან სოკოვანი დაავადება, ან კბილი მალე გაფუჭდება. შოკოლადები რო ჭამს ბავშვები, მალე რო გაფუჭდება, მაგისთვისაც საუკეთესოა მიხაკი დარიჭინი. არეგულირებს ჩვენი გვიძლის ფერმენტები რო არის, ფერმენტები რო კეთდება, მიმას არეგულირებს, თუ ადამიანს აქვს ცხიმოვანი გვიძლი. ყველა მეორე ადამიანი უკვე ცხიმოვანი გვიძლით ბრძოლობთ. ჯოგი ცხოვრებაში არ დაულებია, მაგრამ გახდა ცხიმი. ის არის მეგობრებო სტრესი, უჯილობა, ნაკშრის წყლები ბევრი ჭამის ერთ-ერთი მიზეზია, რომ გახდება ცხიმიანი გვიძლი. მიხაკი დარიჭინის
რეგულერურად ამას ჯოგი ადამიანი ფიქრობს, აი მე 5 დღეა სვამს და ეფექტი არ მაქვს. ბუნებრივი საშუალება, მაგ ეს კურნალობს თქვენი პრობლემის ძირი, არა მარტო თავი, ეს წამალი მარტო თავი, ცოტა ხანი ძირი არადროს ისევ ისე დათესილია პრობლემა. ბუნებრივი საშუალებები ქვევიდან ჭრის იმ პრობლემას, რომ მეორედ არ დაბრუნდე, რომ ბოლომდე იყურნალოთ. იმიტომ მიხაკი დარიჯინი სასწაულია გვიძლის პრობლემებისთვის. რომ ჩატარდა ამერიკაში მეგობრებო, მე 12 დღე დაიწყოთ დარეგულირება ბუნებრივად სიცხლში გლუკოზის დონე. ანუ ადამიანმა დალია ღამე მაგის წყალი და სტაბილური იყო თელი ღამე გლუკოზის დონე. ეს კვლევების ვიდეო თქვენი ეკრანზე ტრიალებს. შეგიძლია წაიკითხო. ესე იგი დიაბეტიანი ადამიანისთვის ტიპი 2 ვისაც აჩუქებს, მაგისთვის აუცილებლად უნდა გქონდე თქვენი კვებაში მიხაკი დარიჯინი. დაიხმარება სუსტი ძვლების პრობლემისთვის, ოსტეოპოროზის, მუხლების ტკივილი, ნებისმიერი ადგილზე ძვლების ტკივილშიც. შიგნიდანაც დაეხმარება მაგის წყალი, ან პირდაპირ ჭამა, ნებისმიერი რამით ჭამა შეიძლება მაგათ. პლუს მაგის ძეთი გარედან ტოპიურად დაეხმარება, ანუ არის ბუნებრივი ტკივილის გამაკუჩებელი. ყოველთვის გკითხვა არის მე სად ვიკიდო, ეს არ ვიცი. მე არა მაქვს, მე რომ ეხნება პირველად თქვენ გეტყვი, რომ მე მაქვს მეგობრებო, აგერ ვკიდი ეხლა. ჯერჯერობით მე არა მაქვს არაფერი, ეს პატარა ვარჯიში თქვენ უნდა გააკეთო, რომ უნდა გაარკვიო ინტერნეტში მოძებნე, სადღაც ვინმეც იქნება. მე რასაც პრაქტიკა, რასაც აიურვედა, რასაც ქვეყანა კვლევები, რასაც ქვეყანა წიგნები, შიგნით რასაც წერია, ეს თქვენამდე ჩემი საქმეა, ადვილი ენაზე მოგიტანო. იქ დამთავრდება ჩემი საქმე. მომავალში თუ რამე მექნება, აუცილებლად გეტყვი, რომ მე მაგ თუ გინდა, აგერ იყიდე. მაგრამ ჯერჯერობით ამ კითხვის პასუხი სად ვიკიდო, მე არა მაქვს. ჯოგი ძალიან ცუდი კომენტარის წერს, რატო არ პასუხობო, სად ვიკიდო. ეს ჯერჯერობით თქვენ უნდა გაარკვიო. ქვეყანა კიდე რამე შეიძლება მიხაკი დარიჯინიძე ბოლო გეტყვი, ეს არის წყლულისთვისას ერთ-ერთი საშუალება. წყლული ნებისმიერი ანთება, ნაწლავის ანთება, ან კუჭში ალცარ რო ინგლისურად ეძახიან, მაგისთვის სასწაულია. ეხლა ვიდეო რო არ გააწელოთ, გეუბნები როგორ უნდა გააკეთო და მაგის ჭამა შეიძლება პირდაპირ დაგეჯო და ჯებიდან თბილი წყალი დალიო. მაგრამ ყველას ესე არ შეუძლია. როგორ უნდა გააკეთო მაგის წყალი? დაახლოებით 1 ჭიქა წყალი, სადაც 200 მილიგრამი წყალია. დაახლოებით 10 ცალი, ეს ერთი გაკეთებაა მეგობრებო, დაახლოებით 10 ცალი მიხაკი დარიჯინი მოიხარშე, დაფარული უნდა იყოს, როცა ეს წყალი გახდება წითელი, მაშინ ეს მზად არის დასალევად. 2 ადამიანის დასალევია ეს. ანუ 5 ცალი დღეში დალევა შეიძლება. თუ 1 ჭიქა 200 მილიგრამიანი გააკეთე, მაშინ 2 ადამიანს შეიძლება, ან მეორე დღეს მაცივარში შეინახე, მეორე დღე დალიე. აუცილებლად ძილის წინ დალიე, მეგობრებო, გეუბნები სასწაულია პირის ნებისმიერი დაავადებისთვის. ცუდი წუნი, გრძილების პრობლემა, კბილების პრობლემა, კენდიდა, კანის პრობლემები, სასწაულია კაცებისთვის, ქალებისთვის და ბავშვებისთვისაც. ბავშვი თუ არ ასვამს მაგისი სპეციფიური გემოს გამო, მაშინ შეგიძლია შეურიო ცოტა თაფლი. მაგრამ ცადე, კბილეული ან თაფლის გარეში საუკეთესო იქნება. თუ ადამიანს აწუქებს დიაბეტი, სტევიის შერევა შეიძლება, ან ისეთაც შეიძლება, ნელ-ნელა მოგეწონება მაგის გემო. აუცილებლად მე დამიწერეთ კომენტარში და თქვენამდე არ დატოვო ვიდეო, გააზიარეთ მეგობრებში და ეს ძარი რო იღატია და აწყაპერო თქვენამდე მოვიდე მომავალი ვიდეოს შეტყობინება. კარგად და ჯანმრთელად.